მარადიჩი მცხოვრები 100-მდე ოჯახი საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საკითხი საჯარო რეესტრში ადმინისტრაციულ განხილვაზე იქნა გატანილი. აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივებმა საკუთრებაში 2011-2013 წლებში დაიმტკიცეს. რეესტრი დღეიდან მოქალაქეების არგუმენტებს მოისმენს და გადაწყვეტს, რამდენად მართლზომიერად მოხდა ტერიტორიების დასაკუთრება. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიების სადაო მას შემდეგ გახდა, რაც თურქულმა კომპანია აჭარა ენერჯი 2007-მა კირნაცი ჰესის მშენებლობა დაიწყო და მხოლოდ იმ ოჯახებისათვის გადაწყვეტა კომპენსაციის მიცემა, რომელთა საკარმიდამოები დატბორვას ექვემდებარებოდნენ. მოქალაქეების ინტერესებს რამდენიმე ადვოკატი იცავს. ისინი აცხადებენ, რომ საკუთრების უფლების გაუქმების შემთხვევაში ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ეხლა მიმდინარეობს ბათუმის ეროვნულ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ჩვენთვის გაურკვეველია და მოსახლეობისათვის იქ მაცხოვრებლებისთვის, რატომ დაინტერესდა ეროვნული სააგენტო, რომელიც 2013 წელში გასცეს მართლზომიერი მფლობელობით ხალხზე საკუთრების მოწმობები და ეხლა ეროვნულმა სააგენტომ თავის ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომ გააუქმონ ხალხს საკუთრება. ეროვნული სააგენტო გააუქმებს მათ საკუთრებას, აუცილებლად მოსახლეობა მიმართავს სასამართლოს.